მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მოგზანება. აქ და ტრადიციისამებრ მოდით ვნახოთ რა გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში, რა ენერგიებში იქნება ეს ერთი კვირა. 18 აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით, ვნახოთ აბა რა გველოდება. რა ელოდება პირველ ვარიანტს 18 აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით და რა ელოდება მეორე ვარიანტს 18 აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით. პირველი ვარიანტი ასეთი გვაქვს, მეორე ვარიანტი ასეთი. არჩიეთ სასურველი, რომელიც მეტად გიზიდავთ. როგორც ხედავთ, დღეს გადავწყვიტე კლასიკური დასტით გამეკეთებინა საჯარო გაშლა. პირადი კონსულტაციის მსურველებმა რა თქმა უნდა მომწერეთ პირადში და მოდით ვნახოთ რა გველის პირველი ვარიანტისთვის. შეგახსენებთ მეგობრებო ასევე რომ საჯარო გაშლები უფასოა, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად მოიწონეთ ვიდეო. პენტაკლების ცხრიანი სასწაული არკანი არის. პირველ რიგში ეს არკანი მეტყველებს იმის შესახებ, რომ აქ თქვენ მაქსიმალურად კომფორტში იქნებით ამ ერთი კვირის განმავლობაში და ნახეთ პენტაკლების ცხრიანი არის არა მხოლოდ მატერიალური კომფორტი, თუმცა რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა მატერიალურ კომფორტს ასახავს, ასევე არის შინაგანი კომფორტის, როდესაც ჩვენ თავს ვგრძნობთ მაქსიმალურად მყუდროდ, დაცულად, განსაკუთრებით ეს ეხება ფინანსებსა და ჯანმრთელობას. თუ თქვენ რაიმე სახის ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ, ამ ერთი კვირის განმავლობაში ნელ-ნელა დაიწყებს აუცილებლად მოგვარებას. ასევე თუ რაიმე სახის ფინანსურ-მატერიალური პრობლემები გაგაჩნდათ, ნელ-ნელა თქვენკენ მოდის ფინანსები და ნახეთ, თუ თქვენ გსურთ რაღაც კარიერული ზრდა, ან ხელფასის ზრდა, ან დაწინაურება, ან არ ვიცი, რაღაც კარიერული ცვლილებები, ეს ერთი კვირა თქვენთვის მაქსიმალურად ხელშემწყობი და იდეალურია. იმიტომ რომ ეს ერთი კვირა თქვენ პირდაპირ გაგებით მოგიტანთ მაქსიმალურად ბევრ ბარაქას და ფინანსურ-მატერიალურ კეთილდღეობას. და შეხედეთ დასტის ძირზე პენტაკლების დედოფალისის. ეს ხომ საერთოდ. ამიტომაც თუ გინდათ კარიერული ზრდა, მაქსიმალურად ხელები, ბრჭყალები ჩაჭიდეთ საკუთარ თავს, ნებისმიერ შანსებს და აბა თქვენ იცით. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება პირველ ვარიანტს 18 აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით. თასების დედოფალი, პენტაკლების მეფე, ორი არკანი თავისით გადმოვარდა კვერთხების 7-იანი და არკანის შეყვარებულები. უპირველეს ყოვლისა, თუ თქვენ გყავთ პარტნიორი, ძალიან დიდი შანსი აქ იყოს ფინანსური ზრდა, არა კონკრეტულად თქვენს რეალობაში, არამედ თქვენი პარტნიორის რეალობაში, მაგალითად ხო? და ასევე აღსანიშნავი არის ის, რომ ყველასთან პარტნიორი არ რეზონირდება, ვიღაცისთვის ეს იქნება მამა, ვიღაცისთვის სხვა ვინმე ოჯახის წევრი, მაგრამ უფრო მეტად მამაკაცის ენერგიები მოდის. რა თქმა უნდა, აუცილებელი არ არის, მაგრამ თითქოს უფრო კონკრეტული მამაკაცი ოჯახის წევრის მხრიდან მოდის ფინანსური ზრდა, რომელიც რა თქმა უნდა თქვენს რეალობაზედაც იმოქმედებს ისე, როგორც ფინანსური კეთილდღეობა. შესაძლოა ბევრთან რეზონირდეს ისეც, რომ რაღაც საბუთების გადაფორმება, ქონების გადაფორმება იყოს, ხო? მაგრამ მაინც უმეტესობასთან ეს არის პირადად თქვენი ფინანსური კეთილდღეობა. მაგრამ ნახეთ, ეს ორი არკანი რადგანაც ერთად ამოვარდა წეღან, იძულებული ვარ გითხრათ ასეთი გაფრთხილებები. პირველ რიგში ფრთხილად იყავით სესხება გასესხებებთან და მსგავს რაღაცეებთან, მაქსიმალურად თანაც, ასევე შეეწინააღმდეგებით სამყაროს. მესმის ახლა ამ ფრაზას ყველა თავისებურად გაიგებს, მაგრამ რაღაც ასეთი ენერგიები წამოვიდა. იბრძოლეთ საკუთარი კეთილდღეობისთვის, მაგრამ თვითონ სამყაროს შეეწინააღმდეგებით. დააბრალებთ სამყაროს, რომ თქვენ რაღაც არ შეგიძლიათ, ან რაღაც თუ არ არის თქვენს რეალობაში, გადააბრალებთ ამ ყოველივე სამყაროს ღმერთს, უფალს და ასე შემდეგ. ხვდებით ხომ, მეგობრებო?
სულ ეს არის პირველი ვარიანტი, როგორც ჩანს კონცენტრაცია მაქსიმალურად ფინანსებზე იქნება და თანაც დადებითი. და გადავიდეთ ახლა მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი თასების 10-იანი. ძალიან პოზიტიური კვირა გელოდებათ ყველას, როგორც ჩანს, იმიტომ რომ თასების 10-იანი ეს არის ის ენერგია, როდესაც ადამიანი არის მაქსიმალურად კმაყოფილი საკუთარი რეალობით, კმაყოფილი საკუთარი როგორც მატერიალური ასპექტებით, ასევე აბსოლუტურად ყველა სხვა დანარჩენი ასპექტებით, მაგალითად, პირადი სასიყვარულო ურთიერთობებით, მეგობრობით, აბსოლუტურად ყველაფრით. და ნახეთ, ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ იქნებით საკმაოდ სენსიტიური, საკმაოდ მგრძნობიარე, ძალიან ემოციური, რა თქმა უნდა, ინტუიციაც მაქსიმალურად გაძლიერებული გექნებათ პირველი ვარიანტი. ერთადერთი დავამატებდი იმას, რომ მიუხედავად ასეთი კარგი და პოზიტიური არკანისა, ფრთხილად იყავით თქვენს ნერვულ სისტემასთან და ემოციებთან, იმიტომ რომ ემოციურობა, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმასაც, რომ მეტად ემოციურად იქნებით განწყობილი ნეგატიური მოვლენების მიმართაც, ხო? ამიტომაც გაუფრთხილდით და მესმის ბევრად უფრო მარტივი არის ეს თქვა, ვიდრე გააკეთო და რა თქმა უნდა ხაზს გავუსვამ, არ გეუბნებით იმას, რომ თქვენი ემოციები უნდა დათრგუნდოთ, ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, უბრალოდ მეტი ყურადღება და მეტი კონცენტრაცია რაღაც დადებით მოვლენებზე. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რა ელოდება მეორე ვარიანტს 18 აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩართვლით. რა გელოდებათ ვნახოთ? არკანი ეშმაკი, ცდუნებები აუცილებლად იქნება ნეგატიურ ემოციებზე, აუცილებლად. ასევე იქნება ცდუნებები, იცით როგორი სახის კონკრეტული ადამიანები თქვენი წარსულიდან გამოვლენ კონტაქტზე, ვიღაცასთან ეს იქნება ყოფილი მეგობარი, ვიღაცისთვის ეს ყოფილი პარტნიორი ან პოტენციალური პარტნიორი, არ აქვს მნიშვნელობა, ყველასთან ძალიან ინდივიდუალურად რეზონირდება, მაგრამ ნახეთ, აქ იქნება ასეთი ცდუნება და დაკვირვება. თუ თქვენ რამდენად სწორად გაიარეთ კონკრეტულ ადამიანთან ან ადამიანებთან გაკვეთილი, მაგალითად, ადრე ადამიანმა გიღალატათ, ცუდად მოგექცა, თქვენ მოიცილეთ თქვენი რეალობიდან და ახლა უცაბედად რაღაც ნოსტალგიამ გამოიღვიძა თქვენში და ადამიანიც გამოვიდა კონტაქტზე და გეუბნებათ, რომ აი, იცი, მე შევიცვალე, მე ყველაფერს მივხვდი და ნანანა. და თქვენ რას გააკეთებთ ასეთ შემთხვევაში? აპატიებთ, არ აპატიებთ და ასე შემდეგ. ასეთი ტესტები, ასეთი გამოცდები იქნება სამყაროსგან და თქვენ თავადაც სამყარო ძალიან ნათლად დაგანახებთ, რა ისწავლეთ და რა არ გისწავლიათ რეალურად. და დამიჯერეთ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს პატარა გამოცდა გაიაროთ თქვენთვისვე. და ნახეთ, როგორ უნდა გაიაროთ. ენდეთ არა სიტყვებს, არამედ ქმედებებს. გასაგებია, რომ ყველა სხვადასხვანაირად ვფიქრობთ, სხვადასხვანაირად აღვიქვამთ სიტუაციებს, მაგრამ ეს არის ყველაზე უნივერსალური რჩევა. თუ თქვენ ძალიან გაინტერესებთ მაინც აი ადამიანი იქნებ მართლა შეიცვალაო, ნუ მოусმენთ მას. დააკვირდით მის ქმედებებს, იმიტომ რომ ქმედებები ბევრად უფრო ხმამაღალი არის ვიდრე სიტყვები. ყოველთვის. გახსოვდეთ ამის შესახებ. კიდევ დავამატოთ ერთი არკანი. კვერთხების ტუზი. ნამდვილად გექნებათ ახალი შესაძლებლობები, ახალი იდეებიც ჩანს ბევრი თქვენგანის რეალობაში. ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, მაგრამ ბევრ თქვენგანთან აქ მოდის ახალი ან სასიყვარულო ურთიერთობა, ან სქესობრივი პარტნიორი, ან თუ თქვენ ცხოვრების ამ ეტაპზე გყავთ ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა რომანტიული ასპექტით თუ მხოლოდ და მხოლოდ სქესობრივი ასპექტით, აქ იქნება ამ ურთიერთობის გამძლავრება და ჩაღრმავება, გაუმჯობესება ნამდვილად. და ამ ყველაფერს ურთიერთობებს რომ არ შევეხოთ, ეს არკანი მეტყველებს იმის შესახებ, რომ თქვენ აუცილებლად გექნებათ იმის შანსი, რომ კარგად დააკვირდეთ საკუთარ თავს, ცოტა გვერდითი რაკურსიდან შეხედოთ მას, ანუ თითქოს
სხვა ადამიანი ხართ, ისე დააკვირდეთ თქვენს ქცევებს, თქვენს ქმედებებს და რა თქმა უნდა გამოიღვიძებს თქვენში რაღაც ახალი იდეები. ამიტომაც ყურადღებით იყავით თქვენს აზრებთან, ჩაიწერეთ, უმჯობესია. და სულ ეს არის მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა, წარმატებული, ნაყოფიერი კვირა და ნახვამდის.